მოგესალმებით მეგობრებო. ეს სპეციალური ლაივ ჩართვა გავაკეთე ეხლა რომ რამე თუ მინდა ვინც ბელგიის სახელმწიფოში სპეციალურად ბრიუსელში იმყოფება მათ საყურადღებოდ განვაცხადო რომ ბელგიის ცენტრი ბრიუსელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და რეალურად ფერმერებს აღებული აქვს ქალაქის ცენტრი. აი ამ წუთებში რეალურად ბრიუსელის ცენტრი ევროკავშირის შენობა გარშემორტყმულია ფერმერების ტრაქტორებით და მიმდინარეობს პოლიციასა და პროტესტანტების შორის დაპირისპირება და ვინც ქართველი ცხოვრობთ ბრიუსელში მოერიდეთ ბრიუსელის ცენტრში გასვლას რამე თუ პოლიცია იყენებს მომწამლელ გაზს ცემსადენ გაზს და ვისაც ყავთ ნათესავები ბრიუსელში საქართველოში ხმა მიაწვინეთ რომ ამ წუთებში შეიძლება ისინი სამსახურებში არიან ამას არ გადმოსცემს საინფორმაციო გამოშვებები კიდევ ერთხელ ვიმეორებ თითეული ქართველისათვის ვინც საქართველოში ხართ და ყავთ ნათესავები ბრიუსელში ბელგიის სახელმწიფოში მიაწვდინეთ ხმა რომ არ გავიდნენ ქალაქის ცენტრში რამე თუ ქალაქის ცენტრი არის ბელგიის სახელმწიფოს ფერმერების ხელში ისინი აკონტროლებენ რეალურად ქალაქის ცენტრს ევროკავშირის შენობა რეალურად გარშემორტყმულია ტრაქტორებითა და ფერმერების სატვირთო მანქანებით და ეხლა მიდის ძიმე დაპირისპირება პოლიციასა და პროტესტანტებს შორის და მიაწვდინეთ ხმა თითოეულ ქართველს ვისაც ახლობლები ყავთ ნათესავები შვილები ბრიუსელში რომ მოერიდნენ ქალაქის ცენტრს ბრიუსელს სადაც იმყოფება ევროკავშირის